მოგეხსილებ თუ შეძლებ სეიფის გახსნას. ეს არის დათა ბეჟანიშვილი. აპლოდისმენტები. აქ საიდან გამოგვეცხადე, კაცო? ლანშეტის ხელა კაცი მოვიდა. რამდენი წლისა? 8 წლის. აბა ის აკაც 9.7-8-ია, ჯიგარი. ბარსელონაში უნდა მოგზაურობა, აკარგია. ბარსელონა კარგია. ანუ შესაბამისად ბარსელონა უყვარს. ფეხბურთი გიყვარს? კი. ალბათ რეალს გულშემატკივრობ. და გინდა გითხრა მის საყვარელი ფეხბურთელი. ო. კაცებია. ლიონელ მესი. მესი. ვისი კეთება არ გიყვარს. მაგარი რაღაც კეთება არ უყვარს. ხახვიანი საჭმელების ჭამა. გაძაბებენ. შეგედი, ეხლა ხო თქვი კაცო, რა თაობა მოდის? ნატრიის ვალ რო გქონდეთ რა ჩაიფიქრებდი? ფული საჭრელი მანქანა, რომელიც არ ჯდება. აი, დადეგვაც ეზარება რა. შეეხდე გამედა დაიზინე დილას და არა. არ უნდა ჯდებოდეს. არ უნდა ჯდებოდეს. აუცილებლად უნდა გახდეს ეს კაცი მომავალი პრეზიდენტი, მე თუ გითხავთ. გადასახადებს ამცირებს 8 წლის ასაკში უგედა. რა მაგარი. მოიდგინე ახლა ეს პრეზიდენტი იყოს 35 წლის ასაკში. ვიფიქროთ. ამ კაცზე რომ გვესტუმრე და დათა წარმატებები უსურვოთ. დათა დაცხე და აკაკანა გისმენთ. დავიწყოთ. შესავალი თუ ჩავწოთ? აბა დათავი, ნახო. ჩავწოთ. 3 2 1 8 წლის კი ვარ, მაგრამ იმდანაც შეგნებული ვარ, რომ არასდროს კითხავ. ჩიტაუიჩ, რამდენი გახელფას? მაგარი შეგნებული პიროვნება. აი ჯიგარ, სვემა რო იცია რომ მოდიან და ჩიტოვიჩ, რამდენი. ხო, რამდენი გახელფას? ნუ მაქვს რა, ის ხო რა. მაგარი შეგნებული კაცია. აი ზა ოქრო კაცი ხარ 50 ლარი, შენია ვაგრძელებს ამას. 3 2 1 შეყვარებულს დავშორდი, იმიტომ რომ მაგრად ეხავს, როცა 8 წლის გოგო ვია 75-ს უსმენს და აი ვიცი ხარ, როგორც ცოტა სახეზე ნუ აიფარებ რა. ლაშეც ნუ აიფარებ, სახეზე არ გიჩვენს, სახეზე ცოტა ჩამოწი, აი ეგრე. ვიასრად ეხავს რა მაგარი. 100 ლარი შენია. ვაგრძელებს. 3 2 1 მე ვარ 8 წლის მესამე კლასში და ფრაზა მამაშენ შენ მაგიურად ტაბურეტკა გაეკეთებინა ჩემს 17 წლის კლასელზეა ნათქვამი ყორღანებიდან გნოლი აფრინდა ეს ლექსი ჯერ არ მაქვს მისწავლია და შემდეგ მოსულაზე მეწოდინება მე ძალიან მინდოდა კანფეტი მაგრამ თიკოს მივეცი იმიტომ რომ თიკო უფრო მინდოდა და სახეზე ნუ აიფარებ რა არ გიჩვენს სახე და შესაბამისად შენი სახის გამომეტყველებას ვერ ხედავ და მოსმენდი ხუმრობა ბაბაკაცების 90%-ის ლოგიკა რა მაგარია თიკო მინდოდა 200 ლარი გაქვს დაფიქრდი და 1 წუთი დაფიქრ 200 ლარი გაქვს შენ ასაკში დღეში რო ხარჯო 8 ლარი ან კალკულატორით მომეშველეთ მოგ ძალიან ბევრი დღე გეყოფა რატო 10 დახარჯოს და 20 დღე ეყოფა მაგაზე არ მიფიქრია სწორია არ არის ცუდი თანხა ვაგრძელებ აგრძელებს დამაიგნორეს რა ვაგრძელებ 3 2 1 ანდაზა ის ურჩევნია მამულსა რომ შვილის ჯობდეს მამასა ჩემზეა ნათქვამი იმიტომ რომ მე ვარ 8 წლის და მამა ჩემი ჩემხელა რომ იყო 7 წლის იყო და ისა 7 წლის 4 წლის რომ ვიყავი ახალი წლის დღეებში დედა ჩემა კარფურში დამკარგა და სალაროსთან რომ მიპოვა უკვე 8 წლის ვიყავი როდესაც მასწავლებელს სკამზე ჭიკარტის ნაცვლად ხელი დახვდა მასწავლებელი მიხვდა რომ მის კლასში უკვე დიდი ბიჭები ვსწავლობდით ჩემს სპორტის მასწავლებელს 4 შვილი ჰყავს ეს
ესე იგი რა თაობაა რა. რა თაობაა ესე იგი აი უკვე მაგარია. აი რა. კაი ხუმრობა. აპატარა მეგონა და რეებით ერთობა. აბა 400 ლარი გაქვს. დაფიქრდი. 400 ლარი არ დაკარგო. აბა რაღაცა ხდება, უნდა გავცე. კი, აიცა. ვაგრძელებ. მიდი იქიდან მოუარესე, მე აქედან მოუ. ვაგრძელებ. ბატონო, ვაგრძელებ. დაჯექიო რა, აგზელებო. დაწმუნებული ხარ, აგზელო. კარგი. აბა მოვევზადოთ. 3 2 1 ბებია ჩემმა ინდური სერიალის გმირი ჩას ისეთი საკურთხი გაუკეთა უბნის კაცები 3 დღე ქეიფობდნენ. ჭკვიანი ბავშვი პირდაპირ სათვალეებით დაიბადა. საქართველოში გასახანი არაა, თორემ გამოსახანი რამდენიც გინდა. მამი და ჩემი პატიოსანი ქალია და ამიტომ არავისი მიხედვა არ სჭირდება. წინდა ხედული კაცი უკან ვერ იხედება. სოფლიდან ჩამოსულმა გიორგიმ ბუდილნიკზე მამლის ყივილი დააყენა. როდესაც ვანკანების ხელოსანი ტირეს მარცხენა თვალიდან ცხელი წრემლი მოსდის. მარჯვნიდან ცივი. თეატრში გარდაიცვალა უნიჭო მსახიობი, თუმცა დასის მსახიობებს დღემდე არ სჯერათ. 25 წლის დედას მიაჩნია, რომ მისი 15 წლის შვილისთვის მოწევა ჯერ ადრეა. ცნობილმა სტომატოლოგმა პაციენტს კბილი დაუპლომბა და ღრძილზე ავტოგრაფი დაუტოვა. მაღაზიის გამყიდველი როგორიცა მოიცა სად გარბიხარ მოიცა მოდი სად გარბიხარ ესეთი მაგარი თამაშის მერე სად გარბიხარ 1-2 კომენტარი არ მოვისმინოთ რა სიტყვის ბევრ დიდ გამომცნოს რო ქონდა ესეთი კარგი ხუმრობები როგორც 1000 ქონდა ავშენდები და გადაცემაც ძალიან სახალისო გამოვა ნარწმუნებული ვარ და ძალიან მაგარი ბიჭი ხარ დათა შენ და მე ძალიან მიყვარხარ მინდა გითხრა პირდაპირ რა ძალიან მაგარი ბიჭია და წარმატებებს გისურვებ და რავი რა გისურვ აღარ ვიცი და ძალიან მერიდება რომ ვერ მოიგე ახლა შენ 1000 ლარი და მინდოდა რომ მოგდო ძალიან